გამარჯობათ, მოგესალმებით. მოკლედ, ირანში ომი გრძელდება, იბომბება, სწორდება ქალაქები, ბავშვები იხოცებიან. 60 ბავშვი არის დაღუპული, როგორც ვიცი, ტელეგრამში როგორც წავიკითხეთ თუ დაჟე მეტი 120-ო. სკოლას დაცეს ამ გამზრდელ მოტყნულებმა ის, რა ქვია, ჭურვი. ეხლა რა მაინტერესებს, აი შიგნიდან განათლებული, აი რა კარგად არის ხოლმე, აი საქართველოში ქართველი ხალხი და საზოგადოება ის სწორად ვაფასებთ ზოგადად ხალხს ხოლმე, აი შიგნიდან განათლებულები რო არიან. აი მაგათ მინდა რომ შევეკითხო. რო გამორბოდით უკრაინის ომზე, ბუჩაზე, სახეებს რო იხოკავდით. აი უკრაინაში შეიჭრა რუსეთის სუვერენიტეტი და არღვია მათი და უკრაინა ამიტომ არის ოკუპანტი. უკრაინა ოკუპანტია და უკრაინაში და იქა საქართველოში რუსი როგორც კი ჩამოვა ის იმან არ უნდა გაიხაროს და დროშებით არ უნდა იარონ, იმიტომ რომ ისინი ოკუპანტები არიან და ესე და ისე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ შობელძაღლებო. აი ეგ ამერიკის დროშით რო გამოიაროს თქვენთან ვინმე და ან ისრაელის დროშით რო ემბლემებით რო გამოიარონ. ძალიან მაინტერესებს, ძალიან ანუ რატო არავინ რატო არ გამოხვალ, რატო არ გამოენძრევით და რატო არ აყებდებით ეს ამერიკის საელჩოს წინ ერთი რო იხეფოთ, აგერ ბავშვებს რას უშვებიან, ხო? რატო ვერ გავიგე? ანუ ისა რა ქვია, ირანი არ არის ქალაქი, ირანში არ არსებობენ მშვიდობიანი მოსახლეობები? თუ რადგანაც დიდმა ამერიკამ გითხრათ, რომ ირანი ტერორისტული ქვეყანა არისო, თქვენც ესე უნდა ადგეთ და ხო ეგ არის, კი ეგ არის და ყველაფერი იმასაკრად გაიბჭოთ. ბიჭო, მაგის დედავატირე სადა გაქვთ სამართლიანობა თქვენ ვაფშე რა ჯიშის ხართ? თქვენ რა ერის რა, ანუ ეს მე არა მაქვს ბიჭო ყველაზე საუბარი კაცო, არსებობენ იქ პროდასავლურ პლანკში, რომლებიც სწორ ანალიზს და ანალიტიკას აკეთებენ მოვლენებზე და რაღაცეებსაც უყურებენ სწორად. თუნდაც რუსეთთან მიმართებაში, თუნდაც ჩინეთთან მიმართებაში და თუნდაც ვინმე სადმე თუ შეიჭრება და ვინმე თუ რომელიმე ქვეყანა თუ რომელიმე ქვეყნის იმას რა ქვია, ტერიტორიულ თვლიანობას დაარღვევს და გაარღვევს ჭურვებით და სწორად შეფასებებს აკეთებს. მაგრამ აი როგორ ხალხზე მაქვს, იცი აი მოკლედ აიათოლა მოკლესო და აქ ტაშფანდური გაუდიოდათ ქართველებს. სადა ხართ შვილო, რატო იმაშვებით ბიჭო, რა ჯიშის ეროვნება ხართ, რა სპილოები ხართ, რა ხართ საერთოდ სპილოს ნაჯვარი ხალხი ხართ თუ რანი ხართ, მითხარით პროსტატო, რატო ხართ ესეთები ამიხსენი ბიჭო, იქ რატო არ არის სამართლიანობა, იქ ბავშვები არ იხოცებიან? აი ესეთი, აი მე რა გვიკვირს იცი რომ საქართველო იმაში ვართო, რა ქვია, ყველგან გაურკვევლობაში ვართო, არც იქანა გვიღებენო, არც აქანა გვიგიღებენო და ასე როდემდე ვიქნებით, იცის ასე, სანამ ეს კასტა იარსებებს ზოგადად, კასტა რაღაც აი გინდაც კომუნისტური შეხედულების ხალხი რო არიან, რომ ვიღაცა სტალინზე რო რაღაცა იტყვის და შენი დედა სტალინზე რატო თქვი ესა და ვინმე ლენინზე თუ იტყვის. აი რაღაცა ესეთი იაღოველური დამოკიდებულება სანამ რაღაცა გარკვეულ ლიდერებზე ან ეპოქებზე ექნება საქართველოში მცხოვრებ ხალხს, გინდა ლიბერალები, გინდა კომუნისტები, გინდა რაღაცა გადაჭარბებულად მომატებული რაღაცა ვითომ კონსერვატორები, სანამდე ესეთი შეხედულება ექნება ხალხს, ხო მანამდე ესე ჭაობში ვიქნებით რა. და რეალობა სანამ არ გაუსწორებს თვალს, რომ კაცო, მტერია ესა რო შევიდა და არღვია იმ ქვეყნის სუვერენიტეტი? კი ბატონო მტერია და ის არის რა ქვია, ოკუპანტია, უნდა ვთქვათ, დავარქვათ სახელი ამერიკასაც ოკუპანტი, დავარქვათ ისრაელსაც სახელი ბოზები, ნაბოზრები, დედამოტყნულები. რაც მაგათ იმას ჰიტლერმა რაც მაგათ გაუკეთა, ნაკლები გაუკეთა, დედა უნდა მოეწყნა და უნდა გადაევლო მთლიანად და მერე მიხვდებოდნენ ეგენი რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა. ეს ბოზიშვილები ისე ბომბავენ ახლა ხალხს როგორც არაფერი და აქ სლავა ისრაელი და სლავა თუ როგორც აგაქვთ თქვენი
თქვენი და ის ამერიკის დროშები და აი короче აი ესეთი სირების ხელში ვცხოვრობთ რა короче რა ღმერთმა რავი ტვინი გაგვინათოს კარგად